რამდენიმე დღიანი დავის შემდეგ რუსთავი თბილისის მიმართულებით მგზავრობა ისევ ძველი ტარიფით იქნება შესაძლებელი. სპეციალურად შექმნილ დროებით კომისიას ახლა 3 კვირა აქვს იმისთვის, რომ საკითხი შეისწავლოს და მგზავრობის ფასი დაადგინოს. სწორედ მის დასკვნაზე იქნება დამოკიდებული რა ეღირება მომავალში რუსთავიდან თბილისში და პირიქით მგზავრობა. ამ გადაწყვეტილებით დასრულდა რუსთავის საკრებულოში ხმაურიანის ხდომა, რომელსაც პროცესში ჩართული ყველა მხარე ესწრებოდა. თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ავტონაწილებზე ფასების მატების გამო სამარშრუტო ტაქსების მძღოლებამ მგზავრობის ფასი 1 ლარიდან და 50 თეთრიდან 2 ლარამდე გაზარდეს. არ არის გამორიცხული, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ მომავალში რუსთავი თბილისის მიმართულებით ალტერნატიული სატრანსპორტო ხაზების ამოქმედებაზე დაიწყოს ფიქრი. მე მოვვითხოვ, რომ ძღოლს რომ არ მოუვიდეს მოსახლეობასთან ისევ დაპირისპირება, ისევ ძღოლზე არ გადაატყვეს ჯოხი, რომ ძღოლმა გააძვირა თვითონ მერის წარმომადგენლებმა გამოვიდნენ და თქვან, რომ რა დადგინდა ტარიფი. ზუსტად 21 დღის განმავლობაში რუსთავი თბილისის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი მოსახლეობას 1 ლარად და 50 თეთრად მოემსახურება. 11 დღიანი აქციების დაპირისპირებისა და მოლაპარაკებების შემდეგ კონკრეტული შედეგი მიღწეულია. საგანგებო განცხადება საკრებულოს ტრანსპორტის შემსწავლელი დროებითი კომისიის ხდომის დაწყებამდე 1 საათით ადრე ტრანსპორტის პროფკავშირებმა და მძღოლებმა ერთობლივად გააკეთეს. ხვალიდან ლარნახევრად ივლიან მძღოლები დაიდება დასკვნა, რა ფასაც კომისია და ექსპერტიზის ბიურო დადებს. აი იმ ფაზა ემორჩილება ყველა. როცა დაიდება ამის დასკვნა, თვითმმართველმა ხელისუფლებამ უნდა გამოაცხადოს ხალხში და უნდა თქვას, რომ ეს ბიჭები ნამდვილად მართლები ყოფილან და ივლიან ამ ფასად. გადაწყვეტილების მიღებას წინ უძღოდა სხდომა, სადაც საკითხის განხილვა 3 საათის განმავლობაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ტენდერში გამარჯვებული სატრანსპორტო კომპანია ინტერტრასის კუთვნილი მიკროავტობუსები რუსთავი თბილისის მიმართულებით 2014 წლიდან მოძრაობენ. კომპანიის დირექტორის განცხადებით, მათ საკრებულოს ჯერ კიდევ 2018 წლის 2 ნოემბერს წერილით აცნობეს, რომ მგზავრობის საფასურის ზრდა იგეგმებოდა. 24 დეკემბრით დადგენილებით საკრებულომ ძალაში ძველი ტარიფი დატოვა, თუმცა 29 დეკემბრიდან მგზავრებს 2 ლარის გადახდა მაინც მოუხდათ. მოხდეს რეგულირება ჩვენი ფასების. სხვა ჩვენ ვერაფერს მომეტავზე ვერ ვიყიდით რა. დროებითი ტარიფის შენარჩუნება, სანამ არ მოხდება ტარიფის ობიექტურად შესწავლა, ხო? მომართალი ვარ და ეხლა ველაპარაკებთ იმენაზე, რომელიც ჩვენ დავადგინეთ უკვე, ხო? არ გვინდას მანიპულირება. ტრანსპორტის საკითხების შემსწავლელი დროებითი კომისიის ხდომაზე დამსწრე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენლები, ტრანსპორტის პროფკავშირები, აქციის მონაწილეები და ოპოზიციური პარტიის წევრები ერთმანეთს საკითხის პოლიტიზირებაში ადანაშაულებდნენ. სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს საკრებულოს თავმჯდომარემ და ტრანსპორტის პროფკავშირების თავმჯდომარემ დაპირისპირების მიუხედავად შეთანხმება მოხერხდა. გადაწყდა, რომ შეიქმნება დროებითი კომისია, რომელიც 1 თებერვლამდე მგზავრობის ტარიფს დაადგენს. ვინ შექმნა ეს პრობლემა? მოსახლეობამ გააძვირა, მძღოლმა გააძვირა, ეს თუ რამ გააძვირა, ეს გააძვირა ადგილობრივად თვითმმართველობას, უპასუხისმგებლო დამოკიდებულებმა, რომლებაც ვერ შეძლეს ამ პრობლემის თავიდან არიდება. დღეიდან რუსთაველები გადაიხდიან სამარშრუტო ტაქსებში ლარი და 50-ს და ერთადერთი ვისი დამსახურებაც არის, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ რუსთაველები და მათი აქტივობა. სანამ კომისია შეისწავლის რეალურად რა არის ერთი მგზავრის გადაყვანა რუსთავიდან თბილისში და ასევე თბილისიდან რუსთავში, მანამდე ეს მგზავრობა იქნება ლარი და 50. ამის მერე, რასაც კომისია დაადგენს, კომპანია ამას დაემორჩილება. თუ ობიექტური გადაწყვეტილება იქნება 2 ლარი, რა დავეთანხმები, რა თქმა უნდა, მე სხვა უფლება არც მექნება, მაგრამ ჩვენ უნდა მოვიქცეთ ისე, რომ რუსთაველებს მივიცეთ საშუალება, რომ კონდეთ ალტერნატივა. ალტერნატივა აუცილებლად იქნება. ალტერნატიულ გზებზე დღეს რუსთავის მერმაც ისაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ ტრანსპორტის საკითხთა შემსწავლელი დროებითი კომისიის ხდომას რიგითი მოქალაქის სტატუსით დაესწრო. მერიამ წარადგინა პროექტი, მუნიციპალიტეტს, მერიას ამ შემთხვევაში ექნება ლეგიტიმაცია კონკურსამდე აი ესეთ ფორს-მაჟორულ სიტუაციებში მოახდინოს ინდივიდუალურად არსებულ ხაზებზე ხელშეკრულების გაფორმება გადამზიდავებთან, რაც შემდგომში ულტიმატუმის ენით საუბარს დაუსვავს წერტილს. ადგილობრივ ხელისუფლებაში ამ დროისათვის არ აკონკრეტებენ რა ალტერნატიული გზების მოძიება განიხილება. მოამბემ დღეს რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს ტერიტორიაზე ავტობუსები გადაიღო. ადგილობრივები ამბობენ, რომ ქალაქში სწორედ ამ ტრანსპორტის შემოყვანა იგეგმება. დაიწყებენ თუ არა მოძრაობას რუსთავი თბილისის მიმართულებით ავტობუსები სავარაუდოდ 21 დღეში გაირკვევა. მანამდე კი სპეციალურმა კომისიამ, რომელიც მომავალი კვირიდან შეიკრიბება, მიკროავტობუსით მგზავრობის ტარიფი უნდა განსაზღვროს.